გამარჯობა ბატონ დავით, ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე. თავდაპირველად ფოთის საზღვაო სადგურის სავარაუდო დემონტაჟის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე გკითხავთ. ეს საკითხი კვლავაც აქტუალურია. ამ ობიექტის დემონტაჟზე ნებართვა თქვენი თავმჯდომარეობის დროს გაიცა, რის გამოც ბრალდებები თქვენი მისამართით ისმის. რა სიტყვით ამასთან დაკავშირებით? ვინც ეს დაიწყო ეს თემა, იქნეს გუნდოდათ ალბათ ჩემი სახელის დისკრედიტაცია ჩვენ ფოთელების თვალში. დღეს IPM ტერმინალი არის მთლიანად პორტის ქონების და მთლიანად პორტის მფლობელი. მესაკუთრე. მე ასეთი ნებართვებით მშენებლობასთან დაკავშირებით, დემონტაჟთან დაკავშირებით, გამიცი 100-ზე მეტი ჩემ თავმჯდომარეობის პერიოდში. ეს არის ჩემზე დაკისრებული კანონით უფლებები. უფლებამოსილების ფარგლებში მუშაობთ. კანონი არ დააგვირგვევია. თქვენი ოპონენტები კი ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება ფარულად, ერთპიროვნულად მიიღეთ. ეს ისეთი პროცედურა, რომ დამალულად და ფარულად არ მოხდებოდა, ვერ მოხდებოდა, იმიტომ რომ თანამ გაეცემოდა ნებართვა დემონტაჟთან დაკავშირებით, უნდა გაიაროს თავის პროცედურები. 2013 წლის თებერვლიდან არის შემოსული ჩემთან მრავალი წერილი IPM ტერმინალიდან ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ მე გავეცი ნებართვა რო იცოდეს ფოთელებმა, გავეცი მხოლოდ აპრილში 2014-ში, 1 წელი და 2 თვე ვჭიმე ეს საკითხი. თუ კი ყველაფერი კანონის ფარგლებში მოხდა, რატომ გაიწელა ეს პროცესი დროში? მოვითხოვე პროექტი ჯერ ერთი. რატომ უშლის ეს შენობა IPM ტერმინალს, რას მიიღებს ქალაქი საერთოდ, რამდენი სამუშაო ადგილი შეიქმნება, რამდენად გაიზრდება თვითბრუნვა პორტის და ასე შემდეგ. დამიდასტურენ, გამიგეთენ მთელი ის ანალიზი, დამიდენ პროექტი სათანადო, რომელიც არის საბუთებში, არის საკრებულოს არქივში. გამოაქვეყნեն სამწუხაროდ მხოლოდ ნებართვა, სადაც მოაწერა ხელი დათო ბაბილუამ ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე. კანონით მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მუშაობდით ჩვენ. კანონი არ დარღვეულა. წელიწად 2 თვეში რას ვაკეთებდი? ვაკეთებდი იმას, რომ შევისწავლე ეს თემა. შევისწავლე და მაქსიმალური სარგებელი მოვუტანე ქალაქს. ხომ ვერ დაგვიკონკრეტებთ, რა სარგებელზეა საუბარი? IPM ტერმინალი დღეს არის უმსხვილესი გადამხდელი ჩვენ ფოთის სინამდვილეში. 3 მილიონზე მეტი შემოგვიყვნენ ჩვენ ბიუჯეტში. რა სოციალურ პროექტებში მივაღებიათ მონაწილეობა. ობოლი ბავშვების სახლი რო არის. ფოთში. იქ მონაწილეობას ღებულობენ ფინანსურად. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ცენტრი რო გაიხსნა პორტი, თავის მას წილს რემონტი გაკეთა, რაღაცები გავუკეთა. ხო და ეს პორტის ჩართულობაა და მთავარი კიდევ მინდა ვთქვა, რომ არსებობს დღეს, რომ კარგად გვაქვს საქმეები ფეხბურთში, ვისი დამსახურებაა, ჩვენი მოლაპარაკების დამსახურებაა დღეს პორტი. აფინანსებს ჩვენ საფეხბურთო კლუბს 400.000 ლარამდე წელიწადში. ხალხო ეს რა პატარა თანხებია? ჩვენ ბიუჯეტიდან ვაძლევთ 300.000 და პორტი აფინანსდა 400.000-მდე. ამის გარდა კიდევ გეტყვით, ყოველ ზამთარში გადმოიცემოდა ქალაქისთვის 350 კუბური მეტრო შეშა. ვაძლევდა მასალას, ხის მასალას. იგივე რო გვაქვს ახლა ის გაკეთებული საკალათბურთო მოედანი. ჯერ ერთი შენობა დავიბრუნე, ახლა მე ბევრი ვირბინე ამასთან დაკავშირებით და დაუბრუნე ქალაქის შენობა. და პლუს კიდევ პორტმა მაშინ გადმოგცა მასალები. ჩაერთო მე ბიზნესმენები, ზოგიერთი ბიზნესმენები და გაუკეთა კიდევ რემონტი, დამატებით და დღეს გვაქვს ნორმალური საკალათბურთო მოედანი და დარბაზი. დემონტაჟში იყო სხვა შენობებიც კიდევ. მათ შორის იყო საიალქნო კლუბის შენობა. მოვილაპარაკეთ ქალაქს დაუტოვენ იახტის შენობა, ასე ვთქვათ, საიალქნო კლუბის შენობა. ამის გარდა ეკლესიის შენობის ირგვლივ მიწები მოახსნევეთ სარეჟიმო ზონა.
გავაკეთებიეთ პორტს გადასასვლელი ხიდი, რომ რეულის შეეძლოს და მრევლს და ახალგაზრდობას საიავნო კლუბში რომ მივიდეს თავისუფლად. იქიც გვაქვს წერილებში, სადაც ადასტურებს პორტი, რომ რაც არის ფასიულობები გადაეცემა ქალაქს. ინტერკლუბის შენობას გავაკეთდა რემონტი, გადმოვიდა აქეთ მუზეუმი, პორტის მუზეუმი, ამის გარდა გადაეცა ქალაქს სარგებლობაში შენობა. მე რომ მოусმინე ზოგიერთის კომენტარი ამასთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება და თუ ის რა ქვია მაგას მორვაგლის შენობა დაანგრიონა, მაგრამ სხვაგან აგვიშენონა. ესე იგი დაანგრევა შეიძლებოდა? ესე იგი შეიძლებოდა არ ქონდა ასეთი რა ქვია მაგას ფასიულობა ამ შენობას. ყველაფერი გადადიოდა, ესე იგი რაღაცა სარგებლობაზე, ხო, რაღაც სარგებელი რომ მოიტანა ქალაქის. ახლა მე რაც ჩამოვყოლე და პატარა სარგებელი მოვუტან ერთ ქალაქს. ამ საკითხთან დაკავშირებით დღევანდელი ადგილობრივი ხელისუფლების პოზიციას როგორ შეაფასებთ? არ მომეწონა მოქმედება ჩვენი ხელისუფლების, ვინაიდან იანვრიდან მარტამდე გაუგზელდა ნებართვას ვადა, რაც იყო კანონიერი. კი ბატონო, მაგრამ მე რო დაიწყო ეს აჟიოტაჟი ამ საკითხთან დაკავშირებით და რატომ ვას შეუჩერდა? არ შეიძლება ეს. ხო და მე ვთხოვდი ჩვენ ხელისუფლებას, ბატონ მერს, ბატონ ირაკლეს, რომ ჩობია ყველაფერი კანონის ფარგლებში მოხდეს, გაუგზელდეს, ვინაიდან შესაძლებელია, არ ვიცი ახლა რა აქვენ თავში ახლა IPM-ის მფლობელებს, მაგრამ შესაძლებელია რომ შეწყდეს ბევრი სოციალური პროექტი. იმასაც გეტყვით ახლა მე შევისწავლე ეს შენობა, მე შევედი ამ შენობაში, ვნახე რა მდგომარეობაშია. დღეს 60%-მდე აქვს წვეთა. აი არ მივეცი ჩვენიც რა ქვია მაგას ნებართვა. ერთ წელიწადში თვითონ რაღაცა მოხდება და დააინგრევა, რაღაცა მოტყდება და გაიბზარება და ჯობია რომ ითანამშრომლო ამსეთ ძლიერ და მსხვილ გადამხდელთან და რაღაცა სარგებელი მომნახოთ ქალაქისთვის, იგივე სოციალური პროექტები, ახალი კიდევ რაღაც პროექტები. ბატონ დავით, თქვენ უკვე არ ხართ საჯარო მოხელე, რა შეფასებებს მისცემთ ადგილობრივი ხელისუფლების დღევანდელ საქმიანობას და რა შედარებები შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენი მოღვაწეობის პერიოდთან? მე ამაღება რომ მე თვითმმართველობის საკრებულოს თავმჯდომარე ვიყავი. დღეს არის სამწუხაროდ მუნიციპალიტეტი. ჩვენ ვბრძოლობდით იმაზე რომ ჩვენი ქალაქი საერთოდ ჩვენ ქალაქს მიეღო განსაკუთრებული ქალაქის სტატუსი, მაგრამ სამწუხაროდ ჯერ ვერ მივახციეთ ამას. ჩვენ 2014 წლის ინფრასტრუქტურულ პროექტებს დაგვიმტკიცენ 12 მილიონი სხვადასხვა პროექტზე. ჩვენ პერიოდში ახლა ნახევარი წელიწადში 5 მილიონზე მეტი ჩვენ მიღებული გქონდა. კი რაღაც პროექტები გაჩერდა სხვადასხვა მიზეზების გამო, მაგრამ მეორე ეტაპის პროექტზე არც ერთი კაპი არ მოსულა. არ ვიცი რატომ. მე ვფიქრობ, რომ მეტი ოპერატიულობა, მობილურობა ჭირდება. მუშაობა ჭირდება სათანადო სამინისტროებთან, სათანადო სამსახურებთან. ხო და უფრო მეტი რეზულტატი იქნებოდა ჩემი აზრით, იმიტომ რომ ჩვენ გაჩერებულები არ ვიყავით. და იმასაც გეტყვით, რომ თავის დროზე მე რო ამირჩიენ თავმჯდომარედ, მიუხედავად იმისა, რომ მრავალფეროვანი იყო ჩვენი საკრებულო, მე პოლიტიკურ მხრიდან ვამბობ სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლობა იყო, მაგრამ ჩვენ ალბათ მე შევძელი ის, რომ ჩვენ ისე გავერთიანდით. ჩვენი მთავარი დევიზი იყო ჩვენ ვემსახუროთ ფოს და ფოთელებს. მივახციეთ იმას, რომ დღეს ქალაქს აქვს გენერალური გეგმა. თბილისს არ აქვს, ჩვენ გვაქვს. მივახციეთ ამას, მაგრამ 2013 წლის ნოემბრიდან დევს ეს მთავრობაში ჩვენი საბუთები. 6000 ხელმოწერე მაქვს ფოთელების. მე ვთხოვე მაშინ ჩვენ დეპუტატს, რომ დააგვეხმარეთ. სხვათა შორის არსებობს, მე მგონი თქვენ ინტერვიუში ახსენა
ჩვენმა დეპუტატმა ქალბატონ ეკამ რომ დააგვეხმარებოდა ამ საკითხის მოგვარებაში. მაგრამ დღემდე ეს საკითხი არ არის გადაწყვეტილი სამწუხაროდ. იმასაც გეტყვით 2014 წლის ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩვენ დაგვიმტკიცენ 8 მილიონი მოვითხოვეთ, მაგრამ 3 მილიონი დაგვიმტკიცენ პლუს 155,000 საპროექტო სამუშაოებისთვის ჩვენი კუნძულის სანაპირო ზოლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. არა ისე რომ ადრე ვიღაცებმა გააკეთენ, არა რეალურად გვინდოდა რომ გეგვეკეთებინა და ეს პროექტი დაგვიმტკიცენ ჩვენ. რატომ არ მოვიდა ეს თანხა? ინერტული მდგომარეობა ასე ვიტყვი. გაცოცხლება ჭირდება პროცესების. მეტი არაფერს არ გეტყვი და მე მინდა წარმატებები ვუსურვო ჩვენ კოლეგებს. დიდი მადლობა ინტერვიუსთვის, წარმატებებს გისურვებთ.